გამარჯობა, მე ნინა ვარ და ეს არის ვორქშოპი, სივრცე, სადაც გაიგებთ ყველაფერს პროფესიების შესახებ, რეალური ადამიანებისგან, რეალური გამოცდილებებიდან და რეალური ისტორიებიდან. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი პირველი ეპიზოდის სტუმარი და ბოლოს მივხვდით, რომ სანამ სხვების ისტორიებს მოგიყვებით, ჯერ ჩვენი უნდა მოგიყვეთ, ამიტომ გავრისკეთ და დღეს პირველი ეპიზოდი სრულად იქნება ჩვენზე, ვორქშოპის გუნდის წევრებზე, ვინ ვართ პოდკასტში და ასევე პოდკასტ მიღმა. ახლა ადამიანი, რომლის გარეშეც საერთოდ ეს ყველაფერი არიარსებებდა, ვასკა, ვორქშოპის სულისჩამდგმელი, პროექტის ხელმძღვანელი, ჩემი თანაწამყვანი და რეალურად ამ იდეის ავტორი. ეს არის ადამიანი, რეალურად, ვინც ეს ყველაფერი უბრალოდ იდეად არ დატოვა და რეალურ პროექტად და პროდუქტად აქცია. ასე რომ, ვასკა, ჩვენთვის დამითმია ბურთი და მოედანი და მოგვიყვები ვინ ხარ და როგორ დაიწყო, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. სალამი ნინა, მადლობა. მადლობა შენ პირველ რიგში, მადლობა ჩვენი გუნდის წევრებს იმისთვის, რომ დღეს რასაც ვაკეთებ, ეს არის რეალობა რა. რა არის ზოგადად ჩემთვის ვორქშოპი? ჩემთვის ვორქშოპი არის ჩემი იდეა, ოცნება, რომელიც ხორციელდება და მადლობას იმიტომ გეუბნებით, რომ თქვენის გარეშე ამას განხორციელება არ ეწერა რა. მოდი მე ცოტა უკრიდან დავიწყებ ჩვენი საერთო ისტორიით და იმასაც ვიტყვით, რომ ვორქშოპი როგორც ესეთი ჩაისახა თავიდანვე როგორც უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა რა. კი ბატონო, ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ. იმიტომ რომ გვაქვს ის როლი ერთმანეთთან, რომ ამ შემთხვევაში მე სანამ თანაწამყვანები და ერთი გუნდის წევრები გავხდებოდით, თქვენი ლექტორი ვიყავი და საბაკალავროს ხელმძღვანელი. სადაც იდეა დაიწყო იმით, რომ დავდეთ არჩევანი რა გაგვეკეთებინა, ვორქშოპი თუ სხვა რამე რა. იმიტომ რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ისე, რომ რეალურად გვეკეთებინა რაღაც რა. შესაბამისად, საერთო გადაწყვეტილებით მივედით იქამდე, რომ ვაკეთებთ პოდკასტს, ვორქშოპს. სახელი ძალიან საინტერესოა, მე მოგვიყვება ჩვენი მეგობარი, იმის შესახებ თუ საიდან გაჩნდა ეს სახელი და რატომ მაინც ვორქშოპი წინ არ გავასწრებ. და ძალიან საინტერესოა. ესე ვთქვათ, რაღაც სტუდენტური პროექტი იქცა რეალობად რა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ჩემთვისაც პირველი გამოცდილებაა, როგორც თითოეული ჩვენთაგანისთვის დღეს ვინც ვილაპარაკებთ და ერთი კარგი თავგადასავალია ალბათ ჩემთვის ვორქშოპი, რომელიც ეხა იწყება და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი წელი გაგრძელდება. მე მაქვს ერთი ესეთი ძალიან კარგი კითხვა. რეალურად რის ირგვლივად ვტრიალებთ მთელი ამ ხნის განმავლობაში და ეგ მინდა რომ დაგისვა. გითხარი რა არის მთავარი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ამ პოდკასტით გეგმავ და ნუ უკვე დაწყებული გვაქვს ეგ ნაბიჯები. ძალიან კარგი კითხვაა და ხო, იდეა ის არის, რომ თვითონ ამ პოდკასტის აზრის მაგაზე დგას რა. კი, ზუსტად. იმიტომ რომ თუ რაღაცას ვაკეთებთ, უაზროდ არ ვაკეთებთ, ხო? ჩვენ სალექციო კურსიდან გამომდინარეც ეგრე ვართ ხოლმე ჩვენ და რამდენიმე წელია რაც ურთიერთობა მაქვს ახალგაზრდა თაობასთან, მასწავლებლის თუ ლექტორის ამპლუაში და არა მარტო ჩემ სტუდენტებთან, არამედ ზოგადად დავინახე ერთი რაღაც რა, ის რაც ალბათ ჩემ ახალგაზრდობაში ეგრე იყო თავის დროზე. უბრალოდ ამ ხელა ყურადღებას ვერ ვაქცევდით რა, იმიტომ რომ დღევანდელმა გამოწვევებმა და რეალობებმა ცოტა სხვა რაღაც გვაჩვენა რა. რაზე არის ახლა საუბარი? ალბათ მართლა ყველას გახსოვთ, ჩემს ბავშვობაში განსაკუთრებით აქტუალური იყო ეგ კითხვა, რომ გაიზრდები რა გინდა რომ გამოხვიდე რა. მე ასევე აქტუალური იყო ის პროცესი, რომ კონკრეტულ თაობებში, კონკრეტული პროფესიები იყო ძალიან პოპულარული და რაღაცა ექიმი უნდა გამოხვიდე, იურისტიან, ეკონომისტიან რაღაც რა და ბევრი ადამიანი აი მაგ გარემოსგან ინიცირებით მიდიოდა და ირჩევდა თავის პროფესიას რა. ვიღაცები მიდიოდნენ საექიმოდ, იმიტომ რომ სინამდვილეში თუ თავისი სურვილი არ იყო ეგ და იყო გარემოს სურვილი რა. იქნება ეს ოჯახი, საახლობლო, სამეგობრო თუ ასე შემდეგ რა. მეც რაღაც დოზით ეგეთი გზა გავიარე, იმიტომ რომ ეხლა რა ვიხსენებ, სინამდვილეში ესე რომ ვთქვა, ჩაბარება თავის დროზე სხვაგან მინდოდა, მერე იყო რჩევები, რომ მოდი მან და არა და კონკრეტულად აქ ჩააბარე და ანუ კონსენსუსს მივაღწიეთ ის შემთხვევაში, რომ მე სადაც ვსწავლობდი, იქ იყო მოსამზადებელი რა, ეგეთი პრაქტიკა, რომ ერთწლიანი მოსამზადებელი ქონდა უნივერსიტეტს და შუალედი ვიპოვეთ მე და ჩემმა მშობლებმა მაგ შემთხვევაში, რომ მე რაღაც სხვაგან მინდოდა და ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ მოდი რა ერთი წელი ცადე, მოსამზადებელზე იარე, თუ არ მოგეწონა
მოდი და იქ ჩააბარე, სადაც შენ გინდა და ნუ საბოლოო ჯამში ისევ მშობლების რჩევით დავამთავრე უნივერსიტეტი. საბოლოოდ მაინც მშობლების რჩევით ამას უნდა გავუსვა. კი, მაგრამ აქვე იმას ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი ვარ მაგისი რა და მადლიერი ვარ მშობლებისას და იმ გარემოსიც რაც იქ დამხვდა იმ 1 წლის განმავლობაში და მართლა მაპოვნინა ის თუ რა მინდოდა რომ ეკეთებინა რა, იმიტომ რომ სხვაგან სადაც მინდოდა ჩაბარება არც იმის გამოცდილება მქონდა რა დამხვდებოდა იქ რა. და ძალიან კარგი ესე ვთქვათ ნაბიჯი იყო რომ 1 წელი წადე რა და სადღაც აქედან იწყება ინსპირაცია ამისიც რა რომ ჩვენ ვორქშოპის პოდკასტი ემსახურება ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა პროფესიებთან დაკავშირებით. იქნებ როგორმე იმ ადამიანებს რომლებსაც უნდათ გაიგონ თუ სად და რას დაუკავშირონ თავიანთი მომავალი ცხოვრება და პროფესია გავაცნოთ სხვადასხვა პროფესიები, რეალურად დავანახოთ, რეალური სტუმრები მოვიყვანოთ, ვაჩვენოთ შიგნით ამხარე, რომ კონკრეტულად ერთი პროფესიის ადამიანი რას აკეთებს და ადამიანს აინტერესებს თუ რა გზა აირჩიოს, ამ სხვადასხვა ეპიზოდების ნახვის მერე ალბათ უფრო იოლად მიიღებს გადაწყვეტილებას იმისას თუ სად ჩააბაროს. რა გზით წავიდეს, რომ სადღაც აი 3 წლის თავზე სწავლის პროცესში არ გაუჩნდეს თავში ის იდეა, რომ აი აქ რა მინდოდა და სხვა რამე ხო არ მინდა. იმიტომ რომ ეს თან კი, თან მარტო სტუდენტებს არ ეხება რა ეგ ამბავი. დღეს ისე დინამიურად იცვლება ყველაფერი, რომ უფროს თაობასაც კი უჩნდება ის, რომ აი პროფესია ხო არ შევიცვალო. იმიტომ რომ მე თავს ვერ პოულობ იქ რეალიზებულად სადაც ვარ, მაგრამ აი სად უნდა წავიდე? ვინ უნდა გავხდე? იმიტომ რომ სოციალური ქსელი, ინტერნეტი, აი ყველაფერი ჭრელია, სავსეა 1000 სიახლით, გეუბნებიან, ეგეც ხო ტენდენციურია რეალურად რა, რომ შევხედოთ, რომ ეხა ამის ბუმია, რომ აი ეს თუ გამოხვალ ძალიან მაგარი იქნები. მაგრამ რეალობა სხვა რამეს გვეუბნება. რეალობა გვეუბნება იმას, რომ 10 წლის მერე რომელი პროფესია იქნება ტოპ, აცმა არ იცის დღეს უკვე რა, ისეა ყველაფერი. ამიტომ ის დრო, რომელიც ჩვენ ახალგაზრდა ასაკში უნდა დავუთმოთ საკუთარი თავის განვითარებას და სწავლას, უმჯობესი იქნება, რომ თავიდანვე გააზრებულად ავირჩიოთ, რომ ყველა დაკარგული დრო არ, იმიტომ მაგის დრო არ გვაქვს რეალურად რა. და მე ეს დავინახე რატომღაც რა და თუ გახსოვთ პირველ შეხვედრაზე როცა შევიკრიბეთ ამ საბაკალავროს ჭრილში დაისვა კითხვა რომ მე გავაჟღერე ეგ იდეა რომ მოგწონს თუ არ მოგწონს ან თქვენ თაობაში როგორ არის ეგ ხო ერთი იყო რომ ჩვენ ყველას მოგვეწონა მაგრამ მეორე ისიც აღსანიშნავია რომ ჩვენ ამაზე კვლევაც ხო გავაკეთეთ კაცო რამდენიმე ასეულობით ადამიანი გამოვკითხეთ სამიზნე აუდიტორია რომ როგორ ფიქრობთ ესეთი რამე რო არსებობდეს რამდენად კარგი იქნებოდა გაგიოლდებოდა თუ არა პროფესიის არჩევა ან ცხოვრების გზის არჩევა რა საბოლოო ჯამში ჩემთვის ეს არის რა პრობლემას არ დავარქმნები ეგ არის ალბათ ჩვენი საზოგადოების დღეს ერთ-ერთი კარგი გამოწვევა რომ სადღაც ეტაპი უნდა დადგეს იმისი რომ თუ ბავშვობიდან არა შეგნებული ასაკიდან ჩვენ თვითონ შეგნებულად გვესმოდეს სად გვინდა რომ ვიყოთ 5 წლის მერე მინიმუმ რა 10 წლიანი გათვლა მგონი ძალიან რთულია მაგრამ სულ მინიმუმ 5 წლიანი გათვლები რომ გავაკეთოთ იმიტომ რომ სწავლა საშუალოდ ბაკალავრიატი 4 წელია მერე სადღაც რომ ვიმუშაოთ ხო და ავირჩიოთ თავიდანვე და როგორ უნდა გავაკეთოთ თუ ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს და აი ჩვენ გავაკეთებთ ერთად იმას რომ ყველა პროფესიაზე რაც კი არსებობს დღეს დასაქმების ბაზარზე და ისეთ პროფესიაზეც რომლებზეც ადამიანებს წარმოდგენა არ აქვს ალბათ რა არის რაღაც პროფესიები რომლებიც გადაგვარებული გონია ან არ არის ესე მოთხოვნადი მაგრამ რეალურად არსებობს რა აი ესეთ პროფესიებზე ჩვენ ვეცდებით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დავდოთ რეალური ადამიანებისგან ვისაც ეგზა უკვე გავლილი აქვს რომ იმათ ვისაც პროფესიის არჩევა ან ცვლილება უნდა გაუმარტივოთ გზა თავისი ცხოვრების პროფესიის არჩევაში. ეს არის და ეს ანუ პრობლემას არ დავარქმევდი, ან ზოგადად იცი ჩემი დამოკიდებულება, ესე პრობლემებს არ ვარქმევ ხოლმე რა, ეგ არის კარგი გამოწვევა, რომელიც ნახოთ როგორ გადაწყდება რა და მე მგონი რომ ძალიან მაგრა გამოგვივა რა. ხო, მეც ესე მგონია. მოკლედ ძალიან ბევრი კითხვა მქონდა რა ამის გარდა მომზადებული, მაგრამ ეხა ისე გამოვიდა რომ შენ ამომწურავად ყველაფერს უპასუხე და მეცადე ხო იმედია. კითხვები აღარ არის საჭირო და კაი მოდი ეხა რავი გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე რავი როგორც ხდება ხოლმე ეხა მე გავეცნობი ხალხს და გამარჯობა ნინა კიდე ერთხელ. სალამი.
მადლობა რომ წარმადგინე. ეხლა ჩემი ჯერია რომ მეც არ გაგიგინო რა. ესე რომ წარმადგინე. ნაწილობრივ ალბათ ვთქვი, საიდან ხარ აქ, მაგრამ შენგან უფრო საინტერესო იქნება. და ის მომენტი მაინტერესებს ყველაზე მეტად, რომ ჩვენ მართლა არჩევანი დავაყენეთ და ეს არ იყო უპირობო ის, რომ უეჭველი პოდკასტი უნდა გავაკეთოთ რა, სხვა იდეაც არსებობდა, არაერთი და რომელი უნდა გვეკეთებინა, ხო? და ეგ კითხვა ალბათ ყველასთან გვექნება, რომ იმ მომენტში რა ძონა, მაგითი დაიწყე, რომ აი ეგ იდეა რომ გაიგე უბრალოდ, ანუ იდეის დონეზე, შენ თავში რა მოხდა მაშინ და რატო თქვი, რომ ძალიან კაიან, არ არის კაიან, ოკეი. ხო, გადავიკეთა. ხო, კაი. ხო, შენ ხო წერ კითხოს წინა, აი ნინას დამსახურება არის. კაი, შო, მაგას ვიტყვი. თქვი როლი თქვი. არა იქიდან დაიწყე რა ჯენა. ნუ მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, ეგ თქვენც უნდა იცოდეთ ყველამ, რომ მოკლედ ეს საბაკალავროს კუთხით, ესე უნდა გავკეთებინა რაღაც პროექტი და უნდა გვემუშავა მთელი მეორე სემესტრი რა და საერთოდ იდეა იყო ორი, რომ ან უნდა გაგვეკეთებინა პოდკასტი, რომელიც მოვიფიქრდა ვასკას და მართლა აი გულწრფელად რა, აი მთელი ჩემი 22 წლის ვარ და 22 წლის თუ არა, რა ვიცი, ბოლო 6 წელი ან 7 წელია მართლა ანუ სერიოზულად ვფიქრობ, რაც ეს ტენდენცია წამოვიდა და რაც წეგან თქვი ზუსტად, რომ ეს ძალიან ტრენდული რაღაცები რომ მოდის, მე ყველას უნდება და ყველას აფიქრდება, რაღაც ეგეთ დამემართა და მოკლედ აი მართლა მთელი გულით მინდოდა და ეს რომ გაჟღერდა, რომ ან რაღაც სხვა არასაც არ ვიტყვი ხა მაგის დავტოვი საიდუმლო რაიციაში გამოგადგება, ან მე მაგამ პროვაში მომიწვიეთ ზოგადად. ან ეს გავაკეთოთ ან ეს და აი რომელი მოგწონთ, აი ცოტა ის მქონდა რომ აი მეთქი აი რა ვიცი ხა ჩემი ლექტორი არის, ვიცნობ მანამდე სხვა საგანს მასწავლიდა, ნუ ამ ჭრილში და უცებ ანუ მეუბნება ის რაღაცას, სადაც მართლა აი ისე ვფიქრობდი და ძალიან ჩემ გულთან, ჩემ ტვინთან ძალიან ახლოს რა და რომ ვთქვით რომ აი რაზე და თავიდანვე მე რაღაც პირველ ლექციაზე არ ვიყავი ეგრე მახსოვსაც ვერ მოვიცალე და რომ მითხრეს რომ აი პოდკასტი რაღაც კარიერულ წინსვლაზე რომ მითხრეს აი გამოვშტერდი რომ მეთქი ვა ჩემ ტვინში ისხედით თუ რა იყო ხო მოკლედ აი მართლა ისეთი ის მქონდა რომ აი მეგონა რომ მართლა ჩემი საქმე მივხვდით იმისა რომ მართლა 4 სამსახურში ვმუშაობ და აი მართლა არაფრის დრო არ მქონდა ეს რომ მოვისმინე ვიცოდი წინასწარ უკვე რომ აი ძალიან ბევრი სამუშაო იყო და ყველაფერი ნულიდან და ეს არ არის პოდკასტი ის რომ რაც დასხდეთ ეხა და უბრალოდ ილაპარაკოთ ალბათ თქვენც ესე გონიათ და მეც ესე მეგონა აქამდე სანამ ეხა ეგ მოვიდოდი და დავჯდებოდი ანუ ძალიან რთული იყო და არც კამერებთან ესე მუშაობა მეგონა რომ არ გამიჭირდებოდა იმიტომ რომ ჩემ პროფესიიდან გამომდინარე ეგეც მიწევდა რაღაც მხრივ მაინც ანუ არ არის ეგეთი მარტივი ყველაფერი ნულიდან უნდა დაგვეწყო რა და ანუ რეალურად ან უნდა გაგვერისკა ან გამოვიდოდა რაღაც და ან გამოვა რაღაც ან არა რა მაგ 50-50-ია ყველაფერი და აი მაგიმით ვართ და ვფიქრობ რომ მოკლედ ეს არის ერთ-ერთი ალბათ ხო ან შეიძლება არ ვიცი ხო ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ერთადერთი შეიძლება ითქვას რომ აი ის რასაც ვაკეთებ და მსიამოვნებს რა ანუ მართლა იმ ხელა რაღაცა შევეჭიდეთ ჯერ მე თვითონ გამზრდის პროფესიულად ამაზე აღარ მაქვს ლაპარაკი და ის რომ აი ამდენ ადამიანს შეიძლება რომ რაღაცა გზა გავუხსნა და რაღაც მხრივ დავეხმაროთ ანუ ეს არის ჩემთვის აი არ ვიცი იმიტომ რომ თავიდან მეც რო ვაბარებდი ეგ გამახსენდა რა პირველი რომ მეც რო ვაბარებდი სულ თავიდანვე ვიცოდი რომ უნდა ჩამებარებინა PR-ზე რა და უცებ მე-11 კლასში თუ რაღაც გამახსენდა რომ აი საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარებ თუ რაღაც და ანუ აი ვაფშე ორი ერთმანეთსგან განსხვავებული ტიპი ხო ხდება და ანუ ან ერთი ვარ ან მეორე საბოლოოდ რა და აი მე-11 კლასში დავდექი მაგ დილემის წინაშე და დედაჩემს ვეუბნები რომ მეთქი აი ეს გადავწყვიტე რომ პიარი აღარ მინდა თქო და დედაჩემი აი მართლა ღერაღერად მიფს იპუტავდა რა აი პირდაპირ მნიშვნელობით რომ ანუ რა სისულელე და მართლა აი ხო არიან ადამიანები ანუ რაღაცა შენში არის ანუ ჩემში მგონია რომ ეს სფერო ჩემშია რა და საერთაშორისო ურთიერთობები ჯერ იმდენად ფართო სპექტრი იყო რომ ანუ საერთოდ უნდა გამიჯნო მე რა რომ ან ის გინდას რაცა მოკლედ და ნუ საბოლოოდ მართლა ეგრე ჩავწერე პირველი ეს არ მახსოვს როგორ იყო ეხა კარგად კი 4 წელი გავიდა მაგრამ როგორ იყო ამას მაგრამ პირველი ჩავწერე მოკლედ საერთაშორისო ურთიერთობები და მეორეზე ჩამოვიტანე ეს PR-ი და ნუ ორი მოვხვდი საერთაშორისო ურთიერთობებს მაგრამ მეორე იყო PR-ი და მე ამოვწიე რა ქულები რო დაიდო და საბოლოოდ ჩავაბარე ამაზე რა ოჩა და მაგას ვამბობ რომ ანუ რაღაც მხრივ მე ხა ერთ წელში გადავწყვიტე საბოლოოდ ეგრე გამოვიდა იმიტომ რომ მანამდე სულ ვიცოდი რომ PR მინდოდა და უცებ რაღაცა დამემართა და აი ვამბობ რომ საერთაშორისო ურთიერთობები მინდა და აი რაში გამომადგება ხო აი რა უნდა გავაკეთო ხო და მაგას ვამბობ ზუსტად რომ ისეთ რაღაცა შევეჭირეთ რასაც გონია რომ ჩვენს ძალიან დაგვეხმარება
ძალიან ბევრ რამეში და სხვებს ხო საერთოდ აი მომართული ვართ მაგისთვის რომ აი ხალხს ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს გავუხსნათ გზა და ის არჩევანი თუ არჩევანი ქვია რა ვიცი ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ რაღაცით და მე მზად ვარ მაგისთვის აი ყველანაირად რომ რაღაც დონეზე შევამსუბუქოთ ეგ ამბავი რა თან ეხ ყველაზე მაგარი ის არის რომ ამ პოდკასტში შენ სცენარისტიც ხარ თანაწამყვანიც ხარ და არა მგონია აქამდე სცენარების წერაზე გემუშაობს ხო? არა, სცენარების. აი გამოცდილება თქვი ხა თან და ის. გუნჩი ვართ ანუ ეს 6 ადამიანი რომელმაც უნდა იმუშაოს რაღაცას და ანუ ხო უნდა გავინაწილოთ ხა ვისაც რა შეგვიძლია ჩვენ კი ვსწავლოთ PR-ზე და მარკეტინგზე და კომუნიკაციაზე და შემდეგ მაგრამ ანუ ეგ არ იყო საკმარისი ანუ ყველაფერი რაღაციდან უნდა დაიწყო ნულიდან. და იქ სცენარისტობაც უნდა შეითავსო, რა ვიცი, ერთი პერიოდი გადაღებასაც ვითავსებდით და ნუ მოკლედ, მთელი ამბავი რა და ეს სცენარი არის არ დამიწერია ნამდვილად, მაგრამ მიმუშავია კონტენტად, ანუ კონტენტი დამიწერია და მაგიტო უფრო როგორ გითხრა, ანუ იმდენად რთული და რაღაც ისეთი გამოწვევა არ იყო ჩემთვისაც ვერ გავუმკლავდებოდი და თან ამას ემატება ის რომ მთელი ცხოვრება ძალიან კარგად ვწერდი ბავშვობიდან, ძალიან კარგად ვწერ რა ზოგადად აი ეს ესეები, თემები, რაღაც თავისუფალი თემები, მაგიტო რაღაცნაირად ანუ ეგეც აი მაგის თქვა მინდა რომ აი მანდაც ვიპოვე ჩემი თავი რომ წერ ეგეც მსიამონებს იმიტომ რომ ანუ რაღაცნაირად წინ წამომყავს რა თუ როგორ წერ გამომყავს არ ვიცი რომ აი რაღაცნაირად მაგით იმოშვები ამ ჰოპს და წერ ხო მაგრამ თან ვარ თანაწამყვანი რა და ეგ არის რომ სცენას როცა წერ მაგ დროს ფიქრობ როგორც უკვე წამყვანი იმიტომ რომ ანუ უფრო კარგად ვიცი კონტენტი ანუ რას ვილაპარაკებ ჩემი დაწერილი კარგად უფრო მესმის და ანუ მაგის თქვა მინდა რომ ეგ ორი არ არის ესე რომ აი არაფერ შუაში ერთმანეთთან ანუ პირიქით ანუ ძალიან ახლოს ვარ და ზუსტად ვიცი რა მინდა რომ გამოვიდეს ანუ რასაც წერ ზუსტად ყვები არ არის უბრალოდ დაწერილი ხო თანაწამყვანობა რო ვახსენეთ ხო ჩვენ თანაწამყვანები ვართ მაგრამ მოდი უცებ ფორმატზეც ვიტყვი რა ორი წამით რა მე მგონი დამავიწყდა მაგისთან ჩვენი ფორმატი იქნება ეგეთი რომ ორი თანაწამყვანი ვიქნები და ერთი სტუმარი ხოლმე რა და დროთა განმავლობაში გვინდა ეს რაღაცის გაკეთება წინ და წინ ვიტყვი მერე და მერე სხვა ეპიზოდებში კიდევ ვახსენებთ რომ ჩვენ გვექნება ეგეთი რაღაც რა გავითვალისწინებთ იმ თხოვნებს თუ ვის რა პროფესიები აინტერესებს კი გავცელებთ დაგვიკომენტარებთ ხოლმე გამოგვიწერეთ აუცილებლად და ვიმეგობროთ ყველამ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის თქვენი აზრი და ინტერესი თუ ვინ მოვიყვანოთ ვინ პიროვნება კერძოდ ადამიანი ერთი არა რა პროფესია გაინტერესებთ და ის პროფესიები რომელებიც დროთა განმავლობაში უმრავლესობა ხმებს დააგროვებენ ჩვენ შევეცდებით რომ მაგ სფეროდან კარგი პროფესიონალები ვიპოვოთ მოვიყვანოთ და გავესაუბროთ. ასევე საინტერესო იქნება ის კითხვები, რა კითხვების თქვენ შეგიძლიათ კითხვების მოკლედ მოგვაწოდოთ, რა კითხვები დავსვათ ჩვენ სტუმრებს, რა ბოდიში გაგაწყვეტინე და ბოლოს მოდი ესეთ რამეს გეტყვი მაინც რა, რომ იმას ვქნათ ერთი კითხვაა, მაგრამ ორი ნაწილი აქვს რა. ერთი რომ რას ელოდები შენ ამ პოდკასტიდან, ნაწილობრივ კითხვი რა და მეორე აი მართლა რა არის შენთვის რა ვორქშოპი. აი, მაყურებლისთვის, ანუ ესე მინდა რომ ეს იყოს რაღაცნაირად ძალიან რეალური ღირებულების მქონე კონტენტი. ანუ არა რაღაც ზედაპირული, ანუ პირიქით ძალიან ისეთი ღრმა, რაც მის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე დააფიქრებს რა, იმიტომ რომ მაგით ცხოვრობ მე. კი, რა თქმა უნდა, ანუ შეგიძლია არ არის ის, რომ ამაზე ჩააბარე და აუცილებლად ეს უნდა გამოხვიდე, ანუ შეგიძლია რომ გადააკვალიფიცირო ყველაფერი და მე რაღაც სხვა შეისწავლო. ან პარალელურად ბევრი რამე ისწავლო, მაგრამ იმდენად ჩემი გადმოსახედიდან, ანუ როგორც მე, ისე გეუბნები, რომ მართლა ჩემთვის აი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ეგ რომ მივიღე. და არ მინდოდა, ხო და ყველაზე მნიშვნელოვანი რა, არ მინდოდა რომ რაღაცნაირად ეგ სულ მქონდა რომ ვიღაცისთვის, დედისთვის, მამისთვის, ბებიისთვის გამეცრუებინა იმედი რომ მე ამაზე მაგალითად ჩავაბარებდი, აი არ მომეწონებოდა და აი მე რაღაც სხვა უნდა მესწავლო თუ რაღაც და აი სულ ეგ წნეხში ვიყავი რაღაცნაირად რომ არა ეს მინდა, ანუ ზუსტად მართლა მინდოდა, ანუ მე გამიმართლა უბრალოდ რომ მართლა მინდოდა და მართლა ჩემში არის ეს ყველაფერი და მსიამოვნებს, მაგრამ ძალიან ბევრია ეგეთი რომ რაღაც იმდენად დიდი წნეხის ქვეშ არიან, წნეხია ეგეც რა, რომ ფიქრობ რომ აი ხა იმან დედამ არის ფიქროს ის და მამამ არის ფიქროს და ჩემ კლასელს რა უნდა უთხრა ეხა მე ამაზე რომ ჩავაბარე და ან ვერ ჩავაბარე და ან რაღაცა მოკლედ ან ძალიან ისეთია რა. ხო რთულია. ხო ძალიან რთულია.
ძალიან და მაგიტო მინდა რომ ეგ გზა რაღაცნაირად ანუ ეგ არის ჩემთვის რა ჩემი მოტივი ეგ არის რომ რაღაცნაირად შევამსუბუქოთ კიდე ერთხელ ვამბობ და ჩემთვის პირადად ასევე არის განვითარება როგორც ჩემი კიდე ერთხელ ვიმეორებ ანუ პიროვნულად მეც მგონია და პროფესიულადაც მგონია რომ გამზრდის იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს წინ და ამ სტუმრების ისტორიები როგორც მათთვის მაყურებლისთვის იქნება ძალიან საინტერესო და ოდნავ მაინც თუ შეამსუბუქებს ისე მგონია რომ ჩვენს ანუ შენს მათ შორის იმიტომ რომ მე შეიძლება ჩვენ შორის რაღაც გეფი არის ასაკობრივი მაგრამ ყველა ხო მაგას ამბობთ რომ ყველა ასაკში რაღაცა მაინც ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე იზრდები რა რაღაცნაირად და ყველასთვის საინტერესო იქნება და მგონია რომ ანუ ეგ იქნება რომ აი ყველას გაგზრდის ყველა ერთად გავიზრდებით ეს იქნება ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და ეგ მინდა რომ მოხდეს რა ძალიან სწორი გზავნილებიანი რა შენიშნებართვით მეორე სცენარის და პროდიუსერის სახელს მე ვიტყვი და მე შეკითხები დავასვი რა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი გამორჩეულად ორგანიზებული ადამიანი სალომე რომელიც ორგანიზებს ჩვენს შეკრებებს, გადაღებებს და ასე შემდეგ პროექტის მენეჯერი ცალკე გვყავს, მაგრამ სალომეს არის უშუალოდ იმ პროცესების მმართველი, როცა რაღაცა ხდება, ანუ შევიკრიბეთ, დაგეგმილი აქვს, დროში გაწერილი გვაქვს და მე როგორც სალომე გვეუბნება, ისე ვაკეთებთ ხოლმე მოკლედ რა და თან ასევე გვეხმარება სცენარების წერაში. სალომე გამარჯობა და მოყევი ხა. ინა დამითმია შენთვის. კი, მადლობა. მოკლედ სალომე, ეს აღნიშნეთ რომ ხარ მთავარი პროდიუსერი და თანა სცენარისტი, ანუ ჩემი დამხმარე მეორე ხელი. და ჯერ მაგით დავიწყებ რა სტანდარტულად მგონია რომ ალბათ ყველას ეგ კითხვა ექნება რომ ვინ ხარ ამ პოდკასტში და პოდკასტ გარეთ ანუ ზუსტად მოგვიყევი რა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ამ პოდკასტში ვარ თანა სცენარისტი და მთავარი პროდიუსერი. ხოლო პოდკასტს მიღმა მეოთხე კურსელი ამჟამად სწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში პიერსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების ფაკულტეტზე და სამომავლოდაც მინდა რომ ჩემი მთელი პროფესია და მომავალი ამას დავუკავშირო იმიტომ რომ რაღაც პატარ-პატარა გამოცდილებები რაც აქამდე დამიგროვებია საკმაოდ სასიამოვნო იყო და მივხვდი რომ ჩემია და მაინტერესებს რეალურად და ეს ეხლა რასაც აქ ვაკეთებ, ეს სცენარის წერა და ეს პროდიუსერობაც ძალიან ახალი არის ჩემთვის და ძალიან დიდი გამოწვევა. აი ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, რომ მგონია რომ ესეც რაღაც კუთხით მეხმარება ჩემს პროფესიაში რა, თუნდაც კონტენტის წერაში, სცენარის დაწერის და copywriting-ი რა, ვაფერი რაღაც არის რა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია რა. ამ პროექტისთვის მგონია რომ ყველა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ვართ და ეს როლების გადანაწილება როცა მიდიოდა ძალიან გამიხარდა იმიტომ რომ მეც ნინასავით ძალიან მიყვარდა ბავშვობაში რაღაცების წერა და ეხაც რაღაც კრეატიული რაღაცების მოფიქრება და ამ პოდკასტში ჩაქსოვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რა რომ მინდა რომ ძალიან მაგარი რაღაც გამოვიდეს იმიტომ რომ ძალიან მაგარი პროექტი დავიწყეთ ჩემი აზრით და ზუსტად ისეთ ადამიანებს ვეხმარებით ვინც რაც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენ ვიყავით და ჩვენთვის გვჭირდებოდა რაღაც დახმარება რა. კი, რაღაც თეორიულად ვიცოდით პროფესიებზე რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ გვქონდა პრაქტიკული გამოცდილება და რეალურად ძალიან ბევრ ახალ რაღაცას ვიღებ დღეს. გონია რომ ჩვენი პოდკასტი ზუსტად ამას ემსახურება, რომ ხალხმა გაიგოს რა დგას ყველა პროფესიის მიღმა. რომ აი როგორი ამეთი სამუშაო დღე, გაიგონ რაღაც აი რაღაც თქვი რა ერთი სამუშაო დღე, ერთი პროფესიის ძალიან საინტერესო, ძალიან შიგნიდან დანახული ტიპი არის რა და ეგ ძალიან კაია. რეალურად ანუ ეგ არის რა, რაც თქვი თავიდან, რომ ეს არის სივრცე რეალური ადამიანებისგან, რეალური გამოცდილებებიდან, რეალური ისტორიებიდან, ანუ რეალურია ეს ყველაფერი და არ გიყვებით რაღაც იმას, რომ რაღაცა ჯობჯიზზე რო შეხვალ თუ რა ვიცი რომელიღაც იმაზე აპლიკაციაში თუ რაც არის ვები, ნახავთ რომ ეს არის ეს მოვალეობები და всё, ანუ ესე არ არის რა, ყველაფერს ანუ ძალიან ღრმად, ისე დეტალურად და ნამდვილ ისტორიას მოისმენთ. კი, ეგ არის. მოკლედ ძალიან დიდი იმედები გვაქვს. მაშინ მე მაქვს ესეთი ერთი კითხვა, რადგან ახლა სცენარისტის ამპლუაში ხარ, ჩვენთან და მთავარი პროდიუსერის, ანუ ამ კუთხით დაგისვა კითხვას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება ეგრე მგონია. მოგვიყევი, აი როგორი იქნება ერთი ეპიზოდი ნულიდან რა.
თან გამოუცდელ ადამიანებს რო აკეთებინება ეგ არის. სხვა ჯერ ძალიან საინტერესო პროცესია, იმიტომ რომ არ მეგონა ამდენი დეტალის ერთიანად თავმოყრა თუ შემეძლო. ანუ როგორი რაღაც ხდება ხანახეთ რა. ზოგადად ყველა ეპიზოდის წინ ყოველთვის ვფიქრობთ რა იქნება შემდეგი ეპიზოდი რა, რომელ პროფესიაზე უნდა გავაკეთოთ და რომელ პროფესიაზე უნდა ჩავწეროთ. ამის ვაკეთებთ ხოლმე პატარა კვლევას რა. ეხა ამ ეტაპზე უკვე თუ გვექნება ესე რომ რაღაც კომენტარებს დაგვიწერენ და ასე შემდეგ, რეალურად გავიგებთ რა აინტერესებთ ხალხს, თუმცა წინა კვლევა რაც ჩავატარეთ, უკვე დაახლოებით ვიცით საწარმოდგენა გვაქვს, ამიტომ პირველი ეტაპი ყოველთვის ეს არის, რომ ეპიზოდის დაწყებამდე ვფიქრობთ რა პროფესია უნდა იყოს შემდეგი. მეორე რაც გვეხდება არის ის, რომ ამ პროფესიის შესაბამის ადამიანს ვეძებთ. ან ვინ არის ყველაზე გამოცდილი, ვინ არის ხალხისთვის ყველაზე საინტერესო, ვინ არის ყველაზე რეალური, იმიტომ რომ თავისი რეალური გზა მოგვიყვეს, საიდან დაიწყო და სადამდე მოვიდა. და მერე მიდის უკვე გადარჩევა, რომ შევადგინოთ ამ ადამიანისთვის სწორი კითხვები. ეს მოიაზრებს იმას, რომ სრული ინფორმაცია უნდა ამოვიღოთ ამ ადამიანისგან და ამ კითხვების დაწერის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი კითხვა არ გამოგრჩეს. დეტალი, ხო რა. კი, იმიტომ რომ ანუ ისეთ რაღაც არის, რომ კითხვის დაწერის დროს ვფიქრობთ, რომ აი ყველანაირად მაქსიმალურად პასუხები წამოვიღოთ, რაც მაყურებელს აინტერესებს, რომ ანუ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ, იმიტომ რომ ეგ არის რეალურად ჩვენი მიზანი, რომ ყველანაირად ზუსტი და დეტალური ინფორმაციები უნდა მივაწოდოთ. მერე მიდის უკვე სცენარის გაწერა, ანუ დაახლოებით რა დროს ჭირდება თითოეულ კითხვა-პასუხს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დროის რეგლამენტი დაწესებული და ამაში უნდა ჩავჯდეთ ხოლმე. ხო, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია რა, მე ბოდიში გაგაწყვეტინებ, რომ თავიდან ეგრე მეგონა რა, მეც ახლა სცენარს ვწერ და მაგას არის ძალიან ისეთ მეგონა, რომ აი წუთობრივად და წამებრივად ყველაფერს გავწერდი, მაგრამ პოდკასტი რეალურად არის უბრალოდ საუბარი, ანუ აი მოდიხარ და ლაპარაკობ ხვდები და ესე რომ აი წუთობრივად გაწერო და ეს ახლა ეს დღეს გაგვექცევა დრო ეხა და გვაპატიებენ მე მგონი. სალომე თუ გვაპატიებს თავი. საუბრობ, ანუ ეგრე არ არის რა, მაგას ვამბობ, რომ ანუ წუთობრივად ესე მაინც ვერ ხდება. იმიტომ რომ ეს არის პოდკასტი, ანუ რო იყოს გადაცემა, ეს უკვე სხვა. ცოცხალია. ძალიან ცოცხალია. მაგადაც ვილაპარაკებთ მე, იმიტომ რომ ხო, ანუ ეგრე ხდება რა, ჩვენ შეიძლება რაღაც წინასწარი მონახაზი გქონდეს, რომ აი ამდენ ხნიანი უნდა გამოვიდეს ეს კონკრეტული პოდკასტი და ამ კითხვას და ამ პასუხს ამდენ დრო უნდა დაეთმოს, მაგრამ რეალურად ისე ხდება, რომ ყველა პროფესია და ყველა სტუმარიც, ყველა კითხვაც იმდენად განსხვავებული და ინდივიდუალურია, რომ ვიღაცა შეიძლება იმაზე მეტი ქონდეს მოსაყოლი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით რა. ეგ არის ზუსტად ამ პროცესის კომპლექსური ნაწილიც, რომ ძალიან ბევრი მოულოდნელობები შეიძლება შეგხვდეს. ხო და ზუსტად ეგ არის რა, რომ სცენარის გაწერის დროს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია. იქაც მე რო წავიდეთ, ახლა ნუ კითხვები გავწერეთ, მე რო უკავშირდებით სტუმარს, ვუხსნით ამ ყველაფერს, ვაცნობთ ყველაფერს ჩვენი პოდკასტის შესახებ. მე რო გეგმავთ გადაღებას, მოვდივართ, ვიღებთ და ჩვენი კონტენტ ჯგუფი უკვე ზრუნავს ამ ყველაფრის თქვენამდე მოტანაზე. კი ბატონო. მადლობა, ეს მე ვკითხავ. ვკითხავ არა მინდა რომ თავისი თქვას რა. სახელი მინდა არ თქვა, აბა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია სახელი არის ყველაფერი რა, რა ტიპი ხარ. აი მე ვიტყვი სალომეს მოფიქრებული არის სახელი. მადლობა, ძალიან სასაცილო ისენი ვქონდა მანამდე გახსოვს. ის რო ვიჯექით და ეს ხო ვიკრიბებოდით რა, აი პროცესი მინდა გავიხსენო რა, რომ ვინ რა ძალიან დიდხანს გაგვიძელდა, აი ძალიან დიდხანს გაგვიძელდა სანამ სახელამდე მივედით. კი, ძალიან. ყველაფერი ანუ მანამდე რაღაცები მოვაგვარეთ და ბოლოს ანუ სახელი აი როდის დავიწყოთ, მაგრამ რას ვიწყებთ? მე სახელი არ გვაქვს, ფერებს ვერ ვიზავთ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ხო, რეალურად მე სახელის მოფიქრებაზე ყველაზე მეტი დრო დავჭირე. კი, ყველაზე მეტი. და ყველაზე უცებ გადაწყდა საბოლოო ჯამში. აი დამიერად. იმიტომ რომ სახელი რო თქვა, აი ეგრევე აღვიქვით, სულ ყველამ რა უნდა იყოს და შეიძლება თუ ჩაუშლი რა არის workshop-ი რა თქოია. და workshop-ი ძალიან ცნობილი ის არის სიტყვა თვითონ რა და არ არის რა თქმა უნდა ქართული, მაგრამ ძალიან გავრცელებულია და ეხა. ჩვენ გავაქართულეთ. ხო, გავაქართულეთ, ხო. ანუ ფიქრობთ რომ უბრალოდ ცოტა სხვა შევძინეთ თქო რა, აზრი რა. ანუ workshop-ი პირდაპირ იმ გაგებით არ არის, როგორც ხალხმა workshop-ი ის. ჩვენი ქართული ვარიანტი რა, მაქსახელის იდეაც რომ ან როგორც კი ვთქვით, ეგრევე ჩაიშალა ეგ სახელი, იმიტომ რომ პირდაპირ დაუკავშირდა რა ამ პოდკასტს. თუ თქვი რა
არის. აი დაყოფილი როა ცალ-ცალკე აღნიშნული. რადგან ჩვენი პოდკასტი არის პროფესიებთან დაკავშირებული თავიდან ბოლომდე, ვორქშოპი გადაწყდა ესე, რომ ანუ რაღაც სამუშაოების მაღაზია დავარქვით, რომ შედიხარ ხოჭაღო მოიფიქრა და შენ პოდკასტს და ყველა პროფესიაზე იგებ რაღაც ინფორმაციას და მოკლედ საბოლოოდ უნდა აარჩიო რომელიღაც პროდუქტი, ანუ რომელიღაც პროფესია რა. ხო, აი მაღაზიაში რო ვთქვით, რომ შედიხარ, ხო არის პროდუქცია. იმ პროდუქციას აქვს მე უკან ანოტაცია, რომელსაც კითხულობ რა და ჩვენ ვართ საქმეების პროფესიების მაღაზია და ვაკეთებთ ანოტაციებს ვაკეთებთ და მაგიტო ქვია და მართლა ძალიან დიდი მადლობა, კარგად გაარტყი და მაგარი. აი ზუსტად იმენა ინსაიტი, აი ზუსტად დაასვა. კაი, აი ბოლო კითხვა და აი მართლა всё. ეს რა გქონდა პროპკასტი გახსოვთ? არ მოიპაროთ არავინ ჩვენზე. პროპკასტი. ხო, სახელის ვერსიები მართლა საოცრებები გქონდა კი. კაი, ესეთი კითხვა მაქვს ბოლო. ასაც ყველას დაუსვა აუცილებლად, რა არის ვორქშოპი შენთვის? ჩემს ვორქშოპი არის ახალი გზა და ახალი გამოწვევა. იმიტომ რომ მგონია რომ ჩემი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვისწავლი, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს გავიცნობ და პირველ რიგში აი იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ოდნავ მაინც რაღაც გაურკვევლობაში არიან და ფიქრობენ საკუთარ მომავალზე, იმიტომ რომ მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია რომ შენი მომავალი განსაზღვრო და სრულიად ჩამოყალიბებული იყო რა გინდა და რა უნდა აკეთო. ამაში წვლილი შეტანა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა რომ ყველანაირად მაქსიმალურად გავაკეთო ის, რაც ჩემი მხრიდან შეიძლება რომ გაკეთდეს და კარგი რაღაც შეიკრა საბოლოო ჯამში და მოკლედ მინდა რომ გამოვიდეს რა და ძალიან კაი რაღაც ძალიან კაი რაღაც შევთავაზოთ მაყურებელს უნდა გამაიყვანო ეგრეა ნინა ეხა მოდი იმ ადამიანს დაუძახოთ რომელიც გაუძახოთ რა გავაცნოთ რომელსაც აქ მოგვიყვანა აქ მოგვიყვანა და რომელიც იდეაში გვეხმარება იმაში რომ ფიზიკურად შესრულდეს ის ყველაფერი რაც პოდკასტის კეთებას ჭირდება რა იქნება ეს დაორგანიზება ადგილის მოლაპარაკებების წარმოება ჩვენ სტუმრებთან თუ პარტნიორებთან, ვინც გვერდში უნდა გვიდგეს სამოვალო და გვიდგას დღესაც, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და კიდე იმ ადამიანის რომლის ხარჯზეც მე მარტო არ ვარ. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან შედარებით ბალანს ვიჭერთ მე და ნიკოლოზი რა. ნიკა გამარჯობა და მოყევი ორი სიტყვით რა არის შენთვის ვორქშოპი ჯერ და მე რასაკეთებ ვორქშოპისთვის. მოგესალმებით, ჩემთვის ვორქშოპი არის ადგილი, სადაც რეალურად ახალგაზრდებს, აბიტურიენტებს ვაცნობთ პროფესიებზე, ნუ რა ხდება კონკრეტულ პროფესიაში რეალურად, რა აი მაგალითად მენეჯერი რასაკეთებს მთელი დღის განმავლობაში, რა ევალება და არა უბრალოდ აი მინდა მენეჯერი გამოვიდე, აი ჩავაბარო ამაზე და რა ესე ვისწავლო. ჩემთვის ვორქშოპი არის, რომ უბრალოდ ხალხს მივაწვდოს სწორი ინფორმაცია, რა ხდება ნებისმიერ პროფესიაში, რომ უფრო დარწმუნებით, თავდაჯერებით იყოს ამ თავის არჩევანში, ესე ვთქვათ და ტყუილა რაღაც არის ფინანსები ხარჯოს, არც რო ხარჯეს და მე არ მიხვდეს რომ ეს არ ყოფილა ის რაც მე მინდა. და მინდა ამიტომ რომ ყველაფერი უფრო გავარკვიოთ, გავაცნოთ და უფრო თავდაჯერებულად მიიღოს გადაწყვეტილება. კი, ზუსტად. ძალიან კაი. შენ 1-2 სიტყვით ისიც გვითხარი რა. ქონდა თუ არა ეგეთი გამოცდილება პროფესიულად მანამდე, რასაც ახლა ვორქშოპისთვის აკეთებ. ლოჯისტიკა, კომუნიკაცია, მართლა ბევრ რაღაც საგვარებ რა. შენ გამოდის რომ ცოტა უკანა ხედი არის ეს პირდაპირ ხალხს ვერ მაგიტომ მინდა რომ მოყვე რა რომ რეალურად რაც ხება უნდა მოყვნენ რომ რასაკეთებენ შენც რა იქ თქვა რომ აი ერთი დღე როგორია ის რომ თქვა აქაურობა როგორ დააორგანიზე თუნდაც ან ის რომ აი ნახე ეს საყვარელი ჭიქები და გვიორგანიზა ნიკამ მადლობა ესე ზუსტად ერთ-ერთში მსგავს გამოცდილება არ მქონია ნუ ძირითადად გაყიდვებში ვარ და გაყიდვების კუთხით ასე თუ ისე მაინც ლოჯისტიკა გეხება და ბევრი რაღაცის დაორგანიზება გიწევს მაგრამ აი ამ ესე ვთქვათ ეს პოდკასტი იყო პირველი ესე ვთქვათ ჩემი სტარტი ამ კუთხით უფრო ლოჯისტიკა საზოგადოებასთან ურთიერთობები
რაც შეეხება ჩემ ამბავს, ძირითადად არის იდეის, რა ვიცი, იდეის ხალხის და ამ ყველაფრის ერთობლიობა გამოდის საბოლოო ჯამში და ცოტა რთულია, იმიტომ რომ მაინც ყველაფერზე პასუხისმგებელი ხარ, დედლაინები, რაღაც ტექნიკა, თუნდაც აი ეს ჭიქები რო დავამზადე, ერთი რაღაც აცდენა მაინც რო იყოს, ამ დროში კიდე უნდა კონდეს რაღაც დროები დატოვებული, რომ რამეში გაიჭედოს, სწორად გადააწყო, პლუს რა ვიცი, მეორე ვარიანტიც უნდა კონდეს, რომ შეიძლება ის გინდა ნახე, მაგრამ საერთოდ სხვა რაღაც აღმოჩნდა და ასე რომ რამდენიმე ვარიანტიც უნდა კონდეს. კიდე ეგ საერთოდ სხვა საკითხი და ეგ კიდე ბევრად რთული ამბავია რა. ასე რომ ესე მარტივად როგორც ჩანს, მაგის უკან კიდე ძალიან ბევრი რაღაც იმალება რა. ძალიან რთულია. ჩემს ყველაზე რთული ამბავი ნიკას აქვს ჩაბარებული ეს. წარმოვიდგინე ვიღაცა რომ მოსაყვანი ყავს და როგორია რომ უეჯველი მოკავს და სო აღარ მოდის რომ რეკავს რომ აი რაღაცა. არ ძალიან. ბოდიში ხო რაღაც. რამდენად ზათ უნდა იყო და რამდენი ალტერნატივა უნდა კონდეს და ასე შემდეგ. და მე ყველაფერი აიწნეხი ნიკაზე, რომ აი ნიკა რა იყო, ეხა ვერ იმას გენით რაღაც ხო ან ამდენ გოგოში. ხაროდ მჩაგრავა. როგორ პოულობ ადამიანებს, ან მაგალითად შევთანხმდით, რომ აი ეს ტიპი გვინდა რომ მოვიყვანოთ გადაცემაში და აი როგორ პოულობ და მე როგორია მასთან კომუნიკაცია რა. ხო, ნუ თავარი აქ ძირითადად არის რომ სწორი ადამიანი შევარჩიოთ ჩვენთვის, ანუ რაც გვაქვს მიზანი მაგაში რომ ზუსტად ჯდებოდეს. რაც შეეხება უკვე მე ადამიანის საკონტაქტოს მოძიებას, ახლონაცნობის პოვნას რომ მისი კონტაქტი იპოვო და ელაპარაკო, ეგ უკვე ძალიან მარტივია დღესდღეობით ან სოციალური ქსელთან სანაცნობო წრით მარტივად პოულობ. ну არა, ჩემს შემთხვევაში არ გამჭიროებია ესე ვთქვათ. დიდი სანაცნობო ყავს. ხო, ეგრე გამოვიდა, მაგრამ აი მე უფრო რთულია, სწორად რთულია გააჩნია როგორ შეხედავ, რომ სწორად მიაწვდინო, ანუ რის თქმა გინდა რა არის, რა იდეა დევს და აი თუ ბოლომდე სწორად გააგებინე, რავი, ჯერ არ ქონია შემთხვევა, რომ ვინმეს უარი ეთქოს თუ რაღაცა უკან კიდე სხვა მიზეზები არის დგა რა. რეალურად იმიტომ არ გვეუბნებიან უარს ეს ჩემი აზრი არის, რომ იმდენად ანუ ისეთი კარგი და ახალი წამოწყება გვაქვს, რომ და საინტერესო რომ მგონია, რომ ანუ ყოველთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პატიჟებთ ადამიანს, სტუმარს, რომელიც ჩვენთვის არის რაღაცა პროფესიონალი და ძალიან ისე ვუყურებთ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო ტიპი ხარ, ხო და მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისთვის და მაგიტომ არის რომ გაიგებენ რა რისთვის გვინდა, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, პირიქით ყველა ჩვენკენ არის ეს თან ახალგაზრდები, პატარა ბავშვები რა. მაგარია ძალიან. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები ჩვენ რა, შენთან ერთად. ვასკა, ეხლა მინდა რომ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩვენ გუნდში წარვადგინო, ადამიანი, რომელიც რეალურად აწყობს, აკონტროლებს და რაღაც აი ამ ქაოს სისტემად აქცევს. ჩვენი პროექტის მენეჯერი ლიზი. დიახ. მოგესალმებით ლიზი. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. ლიზი, პირველი კითხვა სტანდარტულად ვინ ხარ? პოდკასტში და პოდკასტს მიღმა მოგვიყევი ორი სიტყვით. მე ვარ workshop-ის პროექტის მენეჯერი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. პოდკასტს გარეთ ზოგადად მარკეტინგის კუთხით ვარ დასაქმებული, ძალიან კი, რა თქმა უნდა. და ძალიან მიყვარს დაგეგმვა, ორგანიზება ყველაფრის და ახსრულებაში მოყვანა. ვინ შეგაყვარა ეგეს თქვი? ბატონო ვასკამ. ბატონო ვასკამ. ვასკამ შემოყვარა მესამე კურსზე ჩვენი ერთ-ერთი კურსიდან გამომდინარე. ზოგადად ვფიქრობ, რომ იდეა, საუკეთესო იდეაც კი იდეად რჩება, თუ მას არ აქვს ესე ვთქვათ სწორი შესრულება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიცია, ესე ვთქვათ, არის პროექტის მენეჯერი. და მე პასუხისმგებლობას სრულიად ვიღებ ამ კუთხის ჩემს თავზე და თქვენზე კი. კაი, ეხლა გითხარი, რა არის ყველაზე რთული 6-ნი ვართ და აი ამ 6 ადამიანის მართვაში, ანუ ძალიან რთულია. ორი ადამიანის და ზოგჯერ საკუთარი თავის მართვაც ძალიან რთულია და ეხლა რომ 6 ადამიანი ყავს ჩაბარებული, ესე ვთქვათ, და 6 ადამიანი უნდა მართო რა და და თან დოკუმენტაციაც უნდა აკეთო. და თან დოკუმენტაციაც უნდა აკეთო. მე გამოცთავზე ვასკამ არ ჩაგჭრა. მადლობა. ყველაზე დიდ სირთულეს მაინც მგონია წარმოადგენს ბალანსი. იმიტომ რომ ჩვენს გუნდში 6 ადამიანია, როგორც უკვე ვახსენეთ და არის ასე ვთქვათ განსხვავებული აზრები, შეხედულებები, ენერგია, რესურსები და ყველაფერი. ამიტომ რეალურად ეს ბალანსის დაჭერა არის რთული. ანუ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ უნდა მოусმინოთ თითოეულ გუნდის წევრს ისე, რომ ესე ვთქვათ პოდკასტის აი რეალური მიზანი და ყველაფერი დანარჩენი არ დაიკარგოს რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად ეს არის ყველაფერი ყველაზე მეტად რთული დოკუმენტაციის გაკეთებასთან ერთად. ერთი კითხვა მაქვს, ესეთი ძალიან საინტერესო. 6 ადამიანი ვართ და ნუ დავალებები უნდა გაანაწილო რა, რომ შენ ეს გააკეთე, ნუ ყველა ჩვენი კუთხით, რა თქმა უნდა. როგორ ანაწილებ ამ დავალებებს და მე აი ეს რომ მაგალითად ვიღაცამ ვერ მოასწრო რაღაც, აი მაგ შემთხვევაში როგორ უდგები მაგ ყველაფერს და როგორ აკონტროლებ. შენ ხარ ჩვენი, ნუ
გაგიცანით კურსიდან გამომდინარე და ყველა მაგ კუთხით ვარ შეკრებილი აქ, რომ ყველა ერთმანეთს კურსიდან ვიცნობ და უნივერსიტეტიდან. შეიძლება შენ ხარ ჩვენი მეგობარი, მაგრამ როდესაც მიდგა საქმე, რომ შენ ხარ პროექტის მენეჯერი და ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაქვს აკიდებული, თუ როგორც არის, ყველაფერი უნდა მოიყვანოს სისრულეში და აი ამ დროს ეს მეგობრობა, ანუ რაღაცნაირად გადადის გვერდზე, ანუ იმის თქმა მინდა, რომ აი მაგალითად დავალება, რომ გვაქვს შესასრულებელი, რომ აი ამ დრომდე გამოგზავნეთ ეს სცენარი, ან იპოვეთ ეს სტუმარი, ანუ მაგას როგორ უმკლავდები, რომ აი მაგალითად ვიღაცამ ხო ეგეთ შემთხვევა არ ყოფილა, რომ ეხა არ მცალია თუ რაღაც, იმიტომ რომ ყველა რეალურად არ ვართ გამოცდისთვის და ვართ იმისთვის, რომ რაღაც ძალიან ფასეული გავაკეთოთ და ეგ მოგვიყევი რა, როგორ ახერხებ ამ ყველაფერს, რომ დაიჭიროს შუალედი, ოქროს შუალედი. თავიდან, როდესაც დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი, თუ ვის რა დავალება უნდა ქონოდა და რა უფლება-მოვალეობები უნდა ქონოდათ გუნდის წევრებს, გადავანაწილეთ სიძლიერის მიხედვით. რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღემდე არის ის, რომ ადამიანი თითოეული გუნდის წევრი, როდესაც რაღაცას აკეთებს, ამ საქმეში კომფორტულად იყოს და სიამოვნებდეს ამ საქმის კეთება და რა თქმა უნდა, კარგად გამოსდიოდეს ეს საქმე. რეალურად ჩემი მთავარი მოვალეობა ის არის, რომ დავინახოთ თითოეულ გუნდის წევრს რისი კეთება შეგიძლიათ კარგად და შემდეგ ეს თქვენი რესურსები ჩავსვა სწორ ადგილას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. ლიზა რას ფიქრობ, მომავალი როგორი არის ვორქშოპის და შენი ერთად? ვორქშოპში ჩემი მომავალი. ეგრე ვთქვათ კი ბატონო. ზოგადად ვორქშოპს გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავ, რა თქმა უნდა, და ვხედავ ერთ-ერთ პოდკასტ საქართველოში, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, ანუ ძალიან ცნობილი კარიერის და პროფესიის კუთხით და ეს იქნება ადგილი, ესე ვთქვათ, ეს იქნება სივრცე და პოდკასტი, სადაც ესე ვთქვათ, ისმევა კითხვები და პასუხებიც იქვე ჩნდება. მაგარი. მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა იყო. კიდევ ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი ადამიანი ამ გუნდში. ესეც როგორი მნიშვნელოვანია, ისე ახლა დავფიქრდი. თათული, ჩვენი კონტენტ კრეატორი. გამარჯობა. სალამი თათული. ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს რეალურად იმაზე, რომ ვორქშოპი არ იყოს მხოლოდ მოსასმენი. ანუ ვიზუალურად უნდა იყოს საინტერესო და აი ამ ყველაფერს. ხო, და აი ეს ყველაფერი, ანუ რასაც უყურებთ, არის თათულის შექმნილი. და აწყობილი. მაგარი რილსები რო დაიდო, მანამდე სანამ დავიწყეთ. კამინგსუნები, როგორი კამინგსუნები ქონდა? ან მაგარია. ხო, მოკლედ, ეს არის ეხლა ძალიან ტრენდული და საერთოდ ეხლა წამოიწია ეს პროფესია წინ კონტენტ კრეატორი ესეთი. მარკეტინგის ჩვეულებრივი ერთ-ერთი განხრა არის და კუთხე და ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაინტერესებს სტანდარტულად იგივენაირად კითხავ, ვინ ხარ ვორქშოპში და ვორქშოპის გარეთ. ჩემი როლი ვორქშოპში მოიცავს როგორც ვიზუალური იდენტობის შექმნას კონტენტის მხრივ, ასევე შინაარსობრივი ნაწილის დამუშავებას. Ну, რა თქმა უნდა, თქვენს გარეშე ამას ფიზიკურად ვერ გავაკეთებ, ანუ მხოლოდ ჩემი საქმიანობა არ არის ის რაც თვითონ უშუალოდ სოციალურ ქსელებში გადის. და ნუ ვორქშოპის კონტენტ კრეატორი მქვია, თუმცა გუნდთან ერთად კიდევ ძალიან ბევრ სხვა საქმესაც ვაკეთებ. ამ პროფესიას რაც შეეხება, 2 წელია ვმუშაობ კონტენტ კრეატორად და ძალიან დიდი პატივი არის ჩემთვის, რომ ვორქშოპზეც მომიწია მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული პროექტი არის კი. რა, რომ ჩვენ ყველას ისეთი მოვალეობები გვაქვს გადანაწილებული, რომ რაც შეგვიძლია შეძლებს დაგვარად და თათული, ანუ ადამიანი გვყავს, რომელიც ისედაც ამ საქმეს აკეთებს და ამაზე მუშაობს და ანუ ძალიან ისეთი არის, რომ ჩათვალა შენთვის ძალიან დიდი პრაქტიკა არის. არ გაგლია, ვიცი, მაგრამ ანუ მაინც რაღაცნაირად ამ კუთხით და პოდკასტში ძალიან დიდი ის არის რა, რომ რაღაცა შენი იმით მუშაობ. არ არის ბანალური ეს, რაც ჩემთვის ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ, რომ არ მიყვარს ბანალური რაღაცები და ჩემთვის ვორქშოპზე მუშაობა მხოლოდ კონტენტს არ მოიცავს, ანუ იმის იქით თუნდაც სცენარები ხა გოგოებთან რომ გავდივარ ხოლმე სცენარებს ხა შენთან, სალომესთან, ძალიან საინტერესო არის, ძალიან ბევრ ამას ვსწავლობ ნებისმიერ საკითხში, თუნდაც აი ნიკას ლოჯისტიკაც კი ძალიან დიდი გამოცდილება არის ჩემთვის. კი, ყველა. და ამიტომ ბევრად მეტი არის ჩემთვის ეს, ვიდრე უბრალოდ რაღაცა პროექტი, რომელზეც ვმუშაობ, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულია თავისი სრული კონცეფციით, თან ის მომწონს ყველაზე მეტად, რომ ესეთი პოდკასტი და ესეთი პროექტი, ხო, ანუ არ არის საერთოდ საქართველოში და არ ვიცი, სხვაგან საერთოდ არის თუ არა, შეიძლება იყოს. და იმედი არ მოგვარავენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ინსპირაცია. ზოგადად რა და შენთვის განსაკუთრებით ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონტენტ კრეატორისთვის ეს ინსპირაცია ძალიან ბევრს ნიშნავს და აი საიდან იღებ ამ ინსპირაციას, საიდან მოდის რაღაც მუზა.
ინსპირაცია შეიძლება ყველაფრიდან დავინახოთ. აი თუნდაც ეს არის ჭიქაროდებს აქ, აქედან შეიძლება დაინახო ინსპირაცია. აქედან ძალიან დიდი ინსპირაციას აიღებ ხო ვორქშოპი წერია ძალიან. არა, ანუ მის თქმას ვუყურო ძალიან მარტივი რაღაცეებიდან, აი პატარა ისეთი დეტალებიდან შეიძლება აიღო ინსპირაცია, რაც შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოს. მაგალითად, მეგობრის მოყოლილი ამბავი შეიძლება გახდეს ინსპირაცია, ფილმი, წიგნი, მუსიკა. ჩემთვის აი მუსიკა ხშირად გამხდარა მაგალითად ინსპირაციის წყარო. კი, ანუ ეგეც არის, რომ რაღაც ძალიან ნიჭი უნდა მაგასაც რა, რომ შემოქმედებითი ნაწილი, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია რომ რაღაციდან რაღაც დაინახოს და ეგ ძალიან დიდი ნიჭით ხარ მოკლედ დაჯილდოებული არის. მოდი აქვე იმას ვიტყვი, რომ ის სტილი, რა სტილიც ეხა ვორქშოპს აქ და გადავწყვიტეთ რაღაც ბრენდის იდენტობას ხო ვაყალიბებთ თან. ჩვენ კი ვიცით რა არის და როგორ უნდა იყოს რა და ამ საკითხში ლომის წილი არის თათულის და მე მინდა კითხო, უბრალოდ კითხო მინდა რომ შენ მოყვერო როგორი სტილი აქვს ვორქშოპს და რატომ მაინც ეგეთი. ვორქშოპის სტილზე მართლა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, აი პირველივე როცა კი საერთოდ იდეა გაჩნდა, პირველივე კითხვაც ეგ დავსვით, ხო აი როგორი უნდა იყოს, აი რა სტილი უნდა იყოს, თუნდაც აი ამ ფერებზეც კი იმდენი არის ნაფიქრი, რომ ანუ ძალიან დიდი შრომა არის, მოკლედ ყველა დეტალში ჩადებული. თვითონ ვორქშოპის სტილი არის თავდაჯერებული, თანამედროვე, დახვეწილიც ამავდროულად და ახალგაზრდულიც, იმიტომ რომ ახალგაზრდები მუშაობთ ახლა ამ პროექტზე და შესაძლოა არ შედიხარ ამაში. არა, ვასკაც ახალგაზრდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ფერების თვალსაზრისით ძალიან ესთეტიურად გამოიყურება ჩვენი ბრენდი. თუმცა ბრენდი არ არის მხოლოდ ფერები და სახელი და ფონტი, ხო? ანუ ბევრი სხვა შრომა არის უკან, რაც შეიძლება ესე ყველასთვის არ ჩანდეს. აი მაყურებელი შეიძლება ბევრ რაღაცას ვერ ხედავდეს, მაგრამ ქვეცნობიერულად ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. თუნდაც ბრენდის სტილი არის ის, რომ არც ძალიან უშუალო ამის თქვა მინდოდა ზუსტად, რომ მაგაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, რომ აი როგორ უნდა ყოფილიყო ძალიან ოფიციალური და მგონია რომ ეგეც ძალიან მოსაწყენი იყო და ყველა ჩვენ ეგეთ გვეგონა რომ აი რაც დავსხდებოდით და რაღაცა ძალიან გადაცემის სტილი იქნებოდა. აი უბრალოდ დავსხდებოდით და ვილაპარაკებდით და ძალიან უშუალო იქნებოდა, რაც შენ ძალიან სწორად აღნიშნე რა, ეგ სიტყვა ძალიან შეგვეფერება. აი უშუალო მართლა გულწრფელები, იმიტომ რომ ჩვენი იდეაც კი. ჩვენი ზოგადად იდეაც ამ ვორქშოპის აქედან წამოვიდა, რომ უნდა ყოფილიყო ობიექტური ყველაფერი და გულწრფელი, ანუ თუნდაც სტუმრები როცა უკვე მოვლენ ჩვენთან და ისაუბრებენ თავიანთ პროფესიაზე, იქნებიან ისინი საკმაოდ გულწრფელები და ობიექტურები და იტყვიან თავიანთი პროფესიის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს და სწორედ ეს დაეხმარება უკვე იმ ადამიანებს, ვისაც ინტერესი აქვს რაღაც კონკრეტული სპეციალობისკენ. მაგალითად, თუ ვინმეს უნდა რომ გახდეს ექიმი და არ იცის ამ პროფესიის ასუქად დადებითი და უარყოფითი მხარეები, როცა პროფესიონალი ექიმი აქ მოვა და ისაუბრებს გულწრფელად თავის პროფესიაზე, ეს ძალიან დაეხმარება უკვე იმ ადამიანს. ორივეს მოისმენენ, ორივე მხარეს არ იქნება მხოლოდ ეს არ ეხება მხოლოდ აბიტურიენტებს, ასევე მინდა აღვნიშნო მართ სტუდენტებს. შეიძლება ადამიანი, რომელიც არის, რა ვიცი, 30-40 წლის, უყუროს, მან შეიძლება უყუროს ჩვენს პოდკასტს და მიხვდეს, რომ საერთოდ სხვა პროფესია აინტერესებს და ამ პროფესიაში, რომელზეც მოისმენს პოდკასტს, დაინახოს საკუთარი თავი და საერთოდ შეცვალოს თავისი ცხოვრება, კი. კი, ზუსტად. ზუსტად ამიტომ მომწონს ეს პროექტი. ძალიან ისეთი კითხვა არ მაქვს ხო, კითხვა, მაგრამ მაინც ისეთ კითხვის ფორმატში არ გეკითხები, რომ აი ყველაზე მეტად როგორ ფიქრობ რითიმი ვიპყრობთ ყურადღებას მაყურებლის, ანუ როგორც შენ კონტენტ კრეატორი, აი როგორ ფიქრობ რითი მოვიზიდავთ ვორქშოპი, რითი მოიზიდავს მაყურებელს რა. რითი ვიქნებით საინტერესო. კი. კონტენტის ნაწილში იმაზე ძალიან ბევრ შრომობთ, რომ თვითონ საინტერესო იყოს ვიდეოების ნაწილიც, თუნდაც ეს პოდკასტის ჭრილები, რაც კეთდება ხოლმე ჭრები და შემდეგ აწყობა, თუმცა თვითონ ვორქშოპის მთლიანი კონცეფცია, ის რაც არის პროდუქტი უშუალოდ, რაზეც ვსაუბრობთ, ანუ ეს პოდკასტი, სადაც ადამიანები მოვლენ და თავიანთ პროფესიაზე გულწრფელად ისაუბრებენ, ეს კონცეფცია და ეს იდეა იმდენად განსხვავებულია და იმდენად საინტერესო, რომ ძალიან რაღაცა გამორჩეული კონტენტის გარეშეც ვფიქრობ, რომ წაიღებს რა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც გავაკეთებთ მაქსიმუმს კონტენტის კუთხით, განსაკუთრებით მე ხა, რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად საინტერესო იყოს კონტენტი, რომ შემდეგ ადამიანებს მოუნდეთ უშუალოდ მთლიანად პოდკასტის მოსმენა ან ყურება. კი ბატონო. მაინტერესებს ერთი რაღაც ვასკა შენ თუ არ გაქვს პრობლემა, მე დავუსვავ კიდე ერთ კითხვას.
რას ეუბნები აუდიტორიას შენი აი ამ კონტენტით რა? აი ხო ვდებთ რაღაცა ჯერ coming-soon-ები დავიწყეთ, მერე გზადაგზა ძალიან ბევრი რაღაც იქნება რა, სტუმრების ჭრები, ასე შემდეგ. აი რისი თქმა გინდა ანუ ამ შენი კონტენტით აუდიტორიისთვის? კონტენტით პირველ რიგში რისი თქმაც მინდა არის ის, რომ მინდა ადამიანებმა გაიგონ workshop-ის შესახებ ზოგადად ისედაც ინფორმაცია გქონდეთ და დაინახონ რაღაც უფრო ახალი, იმიტომ რომ ამაზე თითქოს აი ყველა ვფიქრობთ აი სხვადასხვა პროფესიაზე აი რა მოგწონს, რა არ მოგწონს, მაგრამ სიღრმეებში არ ჩავდივართ და ზუსტად ვცდილობ იმას, რომ ადამიანები მცირე ვიდეოებით იქნება ეს პოსტერების თუ ნებისმიერი სხვა შინაარსობრივი ტექსტით ჩავიყვანო ასე თქვათ სიღრმეებში და დავაფიქრო იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ იცოდე სხვადასხვა პროფესიაზე ამოწურავი ინფორმაცია და გულწრფელი, ანუ ორგანულად მართლა რაც არის, აი ის იცოდე. და ეს ადამიანებს აი იმდენად დაეხმარება, რომ რა ვიცი, შეიძლება საერთოდ შეიცვალოს მათი ცხოვრება და ზუსტად ეს მინდა დაინახონ კონტენტში ადამიანებმა, რომ არ ვაკეთებთ მარტო იმიტომ, რომ რაღაცა ჩვენი ის გქონდეს, რომ მაგალითად ლამაზი ფიდი გქონდეს, ან რაღაცა. ეს არ არის სტანდარტული მარკეტინგი. სიღრმეებში ჩახვიდეთ და თქვენზე მორგებული იყოს ეს ყველაფერი და თქვენ. ანუ იდეა იმდენად კარგი არის გულწრფელი და რა ვიცი, ძალიან საინტერესო ჩემი აზრით, რომ გულანთებული ნამდვილად ვფიქრობ, რომ აი რა ვიცი, ძალიან მაგარი პროექტი არის. არა, იმიტომ რომ მე ვარ ამ პროექტის ნაწილი, ან მესამე თვალიდანაც რო ვუყურებ, არის მართლა ძალიან საინტერესო გამოსადეგი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ვფიქრობ, რომ ყველა დაინტერესდება აბსოლუტურად. მადლობა ძალიან დიდი. წარმატებები შენ ჩვენთან ერთად და წარმატებები workshop-ს. წარმატებები ჩვენ ერთად. კაი, მე მგონი რა ვიცი, გავედით ბოლოში დღევანდელი დღის ეპიზოდით და ძალიან მგონია რომ საინტერესო და სახალისოც იყო ასე თუ ისე. ბოლოში კი არ გავედით, დასაწყისი დაიწყო. გავიგერო სტუმრები. ჩვენ გავეცანით ხალხს, მაგრამ რეალურად ეხა ავიღეთ სტარტი. კი. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა პოდკასტ ზონას იმისთვის, რომ მოგვეცა საშუალება, რომ ეს ეპიზოდი გადავიღოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი პროექტისთვის, იმიტომ რომ პირველია და ამ პირველს ძალიან დიდი წონა აქვს და მნიშვნელობა როგორი გამოვა. და მადლობა პოდკასტ ზონას კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან კარგი გამოვა. ეს workshop-ია და ჩვენ ვიწყებთ.